even talked about sending kids home that are studying, just kids from Georgia that are studying in America and sending them home, which is incredibly wrong. You guys have to send me all your pictures. We're going to have a peace forum here. We need to unify the country of Georgia. Everyone needs to have a voice, but we need to do it in a civil way. So I recommended that all the opposition groups come to the Peace Summit in the summer of 2025 and have a panel where they can civilly discuss their feelings. I've also met with the opposition leader in December discussing the different ways they could go about things. If they feel like the election is stolen, then there are paths to take to show that. But I have not seen them take this path. And right now, Georgia is in a really bad state because of these horrible riots. And everyone wants the same thing. Everyone wants good relations with the U.S. They want good relations with the Western world. Are you crazy liberals? და ეხა crazy liberals რა კლასიკური ლიბერალები ვართ ხო ჩვენ ანუ მემარჯვენეები ვართ და შესაბამისად ვთხარი რომ ამერიკული გაგებით კონსერვატორი ვარ მეთქი და ნდობაში შემოვიდა მე ისიც ვთხარი რომ ეხლა ტრამპ ჯუნიორის წვეულებიდან მოვდივარ და კონსერვატორი მეგადონორების ამიტომ ნდობაში შემოვიდა და აუხსენი რომ გიყენებენ მეთქი უბრალოდ ეხლა რაღაც მისის განცდით არის ჩამოსული რაღაც მშვიდობას ამყარებს თუ რაღაცა სრულიად დაბნეული ქალია რომელსაც მე მგონი რომ არ ჭირდება განსაკუთრებული განსჯა და იქ ჩემეცოდა კიდეც იმ დაცინვისთვის რაც თავის დროზე ამას მოყვა ჩემს პოსტზე ვაკონტროლებდი იმიტომ რომ ნუ იმაშია გაუგებრებაშია მოყოლილი და ავუხსენით ზუსტად ისიც რომ ჩვენ რაღაცა ეს თავრობა არანაირად არ არის კონსერვატორი სინამდვილეში არ იყვნენ სოციალისტების და პროგრესივების ჯგუფში რაგდებდნენ და გამოასწრეს ხო მეორე რომ სინამდვილეში ესენი არიან უბრალოდ რუსები ციხეში ყავთ ხალხი ჩაყრილი მიუსჯელი და გაუსამართლებელი და მოკლედ რა ვიცი და გავცვალეთ ტელეფონები და რა შევეცდები რომ იქაც რაღაცნაირად მოვიკითხოთ თბილისში ყოფნის დროს მისი ჩამოსვლა მისი ვიზიტი მხოლოდ და მხოლოდ მოემსახურება იმას რომ საქართველოში კიდევ უფრო გაღრმავდეს მეგობრობა და ურთიერთობები ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორთან განსაკუთრებით ახალი ფურცლიდან დაიწყოს ურთიერთობები ბატონი პრეზიდენტის დონალდ ტრამპის ინაუგურაციის შემდეგ ამერიკის 47 პრეზიდენტის და ქალბატონი კიმბერლის ვიზიტიც ამას ემსახურება რომ ჩვენ შორის უფრო გაღვივდეს ურთიერთობები უფრო გამყარდეს იგი გეგმავს შეხვედრებს საპატრიარქოში სტუდენტებთან ხელისუფლების წევრებთან შეიძლება შეხვედრები იყოს ასევე აჭარაში